კვირის რეპორტაჟის კვალ-და-კვალ ქართული მართლმსაჯულების მიერ სამუდამო პატიმრობა მისჭილი და საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი სტუდია GNS სკანდალურ ინტერვიუს აძლევს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ არც მას და არც საქმესთან დაკავშირებით აკავებულ 6 პირს ნარკოკარტელის საქმესთან კავშირი არ აქვთ. ვინც თავაზობდა ნუგზარ ბოჭორიშვილს რამდენიმე მილიონი ევროს გადახდის სანაცვლო თავისუფლებას და როგორია ძალოვანი უწყებების პოზიცია. ანა გოჩაშვილი დეტალებით. დამატებით ინფორმაციის შესახებ გასწორებით პრესცენტრში დავუკავშირდით და რაც დაგაინტერესებთ გავაკეთეთ კომენტარში. დღევანდელი დღის თემა ეგ არ არის. იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან ჩვენ კითხვა გახმაურებულ ნარკოკარტელის საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა. საქმეში, რომელიც ქართულმა ძალოვანმა უწყებებმა 10 თვის წინ გახსნილად გამოაცხადეს და უპრეცედენტოც უწოდეს, ახალი დეტალები იკვეთება. რაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება, ჩემთან რო არის ესა სო არ მინდა ხა გვარის თქმა რა. ხო. ხტები. ხშირად რო გამოდის ტელევიზორ. არჩე იმდროს მელაპარაკა რა. ხოდა ესეთი რაღაცა მინდა რა რო გიქცა, გარუჩე შენ ძებნასთან დაკავშირებით რა რომ მოიხსნა ძებნა 3 მილიონი ევრო ოღონ რა შეძლებ რო ჩარიცხო ან კიდე ქეშად რა 1.5 მილიონიო და შენ ძებნა მოგვარდებაო რა მოუხსნითო ძებნას. ჯო არარსებულ რაღაცებს მედავებიან და ეხლა რა მილიონებზე აქვს ლაბარაკი ან რომელი მილიონერი მემნახეს მე ვის მეუბნები შენ ეგის თოფურიძე მეგრული გვარი რო აქვს თუ ისა მოადგილე რო არის შენ არ მინდა ეხლა გვარების ლაბარაკი ხო არ მინდა გვარების კაი ნარკოკარტელის საქმესთან დაკავშირებით სამუდამო პატიმრობა მისჭილი და საერთაშორისო ძებნაზე გამოცხადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი სტუდია GNS დაუკავშირდა. კვირის რეპორტაჟში ქართველი სამართალდამცველების მიერ ნარკოკარტელის საქმეში ეჭვმიტანილმა ნუგზარ ბოჭორიშვილმა ნარკოტიკებთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ მას 2010 წლის ივლისში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძის სახელით დაუკავშირდა და 3 მილიონი ევრო სანაცვლოდ სრულ თავისუფლებას დახპირდა. თანახმად ვიყავით თუ არა ის აინტერესებდათ და დანარჩენი ტექნიკურად გარანტიებს ჩვენ მოგცემთ რომ ეს ფული არ დაგეკარგება და ნამდვილად ესე იქნება რასაც გპირდებით და აი რაღაც სიტყვიერად მარწმუნებდნენ რომ ესე იქნებოდა. გელათის მონასტერთან არსებული რაღაც საზოგადო საქველმოქმედო ანგარიში, აი იმ ანგარიშში თითქოს უნდა ჩამერიცხა და ისე გაქრებოდა იმ ფულის კვალი რომ ვითომ არაფერი. მაგრამ ეს მე კიდე მაქვს მაგ ჩანაწერების გაგრძელება მაგათთან საუბრებით, მაგრამ ალბათ დრო მოიტანს და დანარჩენს მე გამოვაქვეყნებთ. ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ძებნაზე გამოცხადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი დღეს უკვე მედია ჰოლდინგ ობიექტივში ჟურნალისტების კითხვებს საბერძნეთიდან საკუთარი სახლიდან პასუხობდა. ნუგზარ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მზადაა ჩვენება მისცეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ქართველი სამართალდამცველებისგან კი იმტკიცებულებების გამოქვეყნებას ითხოვს, რის მიხედვითაც ის და კიდევ 6 პირი ქართულმა სასამართლომ ნარკორეალიზაციაში დაადანაშაულა. სხვარია და თუ გაცხარდაო ხა მეც 6 თვეა ვითმინე. ამათ სისულელეები და ეხლა რა 10 მილიონებზე აქვს ლაბარაკი, როცა 250 კილო კი არა 10 გრამით, 2 გრამით კი არა აქვს ნივთიერება, რასაც გვაბრალებენ. მოიტანონ დადონ, ერთად ჩაუტაროთ ანალიზი თუ რა არის ეს. ნუგზარ ბოჭორიშვილის და ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული კიდევ 6 პიროვნების უფლებებს ადვოკატი ლალი აფციაური იცავს. საქმე უკვე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. არ არის გამორიცხული საქმე სტრასბურგშიც გადაიგზავნოს. გონივრული ეჭვიც კი არ შეიძლება საქმის მასალების მიხედვით მიიტანო ამ ადამიანებზე, რომ ისინი ეწეოდნენ ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორც არის ნარკოტრაფიკი. მინდა გითხრათ, რომ ეს ისეთი დანაშაულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი ის გახმაურდა, ყველა ქვეყანა უნდა იყოს ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში. ისინი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას და ნარკოტიკების რეალიზების საქმეში არსებული რეალური დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ჩვენებებს რა გარიგებებს თავაზობდა სოსო თოფურიძე, რა გარიგებებს თავაზობდა ერეკლე კოდუა, რა გარიგებებს თავაზობდა სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები, ეს უნდა იყოს საპროცესო გარიგების საფუძველი, როდესაც ნარკობიზნესმენები რეალურ ჩვენებებს მისცემენ ამ საგამოძიებო კომისიას და არა ის რომ მოდი შენ გადაიხადე სახელმწიფო ხაზინაში ამდენი და ამდენი მილიონი და მე გააგრძელე შენი ნარკორეალიზატორული საქმიანობა. როგორ მოხდა რომ თურმე მტკიცებულებებით გაჯერებულ საქმეზე
საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები და მართლმსაჯულება ათავისუფლებს იგივე ბოჭორიშვილს სწორედ იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები და ეს ყველაფერი აღმოჩნდა ერთი დიდი სიცრუე. გააკეთოს ამაზე განმარტება შინაგან საქმეთა მინისტრმა და იმ ადამიანებმა, ვინც ლამის გმირობას ითხოვდა ამ საქმის გახსნისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოკარტელში ეჭვმიტანილი 5 წევრი ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩაჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი 2 ივნისს დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით მათ კოკაინის დიდ პარტიებს ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი უგზავნიდა. ნუგზარ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ არც ერთ დაკავებულ პირს ნარკოტიკებთან საქმე არ ჰქონდა და ქართველი მაღალჩინოსნები რეალურად მის მიერ ქუთაისში რესტორნის დასაშენებლად გამოგზავნილი ფულის გამოძალვას ცდილობდნენ. ქართველმა ძალოვანებმა მაშინ თქვეს, რომ ნარკოკარტელს კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი მეთვალყურეობდა. შაქრო კალაშოვსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული უთანხმოების მიზეზებზე ნუგზარ ბოჭორიშვილი საბერძნეთიდან საუბრობს. კალაშოვის სახელის გამო რახან პიროვნული დაინტერესება აქვს ჩვენს პრეზიდენტს მასთან, მე არ ვიცი რაშია მან საქმე და როგორ ყურის მეგრით ვიცი, რომ ვიღაც ქალის გამო არის ეს ყველაფერი. ესეთი პიროვნული შუღლი, ასე რომ ვთქვათ, კალაშოვის მიმართა სხვა არანაირი კრიმინალთა ბრძოლას მან დადნილი არ აქვს. დღეს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც მთავარი პროკურატურა ნუგზარ ბოჭორიშვილის საქმეზე კომენტარს არ აკეთებს. ქართული მართლმსაჯულების მიერ სამუდამო პატიმრობა მისჯილი ნუგზარ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მას კიდევ ბევრი საინტერესო აუდიო ჩანაწერი აქვს, რომელსაც საზოგადოება უახლოეს პერიოდში იხილავს.